საღამომშვიდობისა მეგობრებო, მოგეკითხავთ დიდი სიყვარულით, ჩაიფიქრეთ თქვენი პიროვნება და გავიგოთ თუ გადმოდგამს თქვენსკენ ნაბიჯებს. ჩაიფიქრეთ მისი სახელი და გვარი და ნახოთ თუ გადმოდგამს თქვენსკენ ნაბიჯებს ეს პიროვნება. ვიტყოდი ასე, რომ როგორც ამბობენ ხოლმე, სამყაროს სამართლიანობიდან გამომდინარე, ეს პიროვნება თქვენსკენ მოვა ძალიან დიდი შანსით. იმისთვის, რომ დაიწყოს თქვენთან ახალი ურთიერთობა, იმისთვის, რომ ისევ იყოთ ერთად, ისევ გაუზიაროთ ერთმანეთს ემოციები, გრძნობები, რადგან თქვენ მისთვის ხართ აი მზესავით დღემდე, არ ვიცი ვინ რამდენი ხანია ვის რამდენი ხანია გაწყვეტილი გაქვთ ურთიერთობა, მაგრამ თქვენ მისთვის ხართ მზესავით. მზესავით ანათებთ მის ცხოვრებას. ნათელფერებს ძენთ მის ცხოვრებას, უთქვენოთ ეს ადამიანი ძალიან მოწყენილია, არაფერი არ ხდება სიახლე მის ცხოვრებაში და როდესაც თქვენ ხართ მის ცხოვრებაში, ბევრი კარგი, დადებითი სიახლეები შემოდის. აი არ ვიცი, ასე მოქმედებთ ამ ადამიანზე, თვითონ ასე ფიქრობს. რა ნაბიჯებს გადმოდგამს ეს პიროვნება თქვენსკენ? ვიტყოდი იმას, რომ აი ესე ნელ-ნელა განავითარებს, ჯერ თავიდან შეიძლება რაიმე მესიჯი მიიღოთ უბრალოდ სოციალურ ქსელში მისგან, მერე მოგთხოვთ შეხვედრას, შეიძლება რაიმე საჩუქარიც მოგიტანოთ, გაჩუქოთ რამე ან ყვავილები, რაც ძალიან გაგაკვირვებთ და მოგეჩვენებათ, რომ ძალიან შეცვლილია ეს პიროვნება, აი ადრე როგორც იყო, იმისგან ძალიან განსხვავებული. გაგიმხელთ გრძნობებს და ძალიან ემოციური იქნება ეს პიროვნება, ესეთ ნაბიჯებს გადმოდგამს. ემოციური სურვილი ექნება, რომ ახალი დასაწყისი ჰქონდეს თქვენთან, სურვილი ექნება, რომ გაგიმხილოთ თავისი გრძნობები, იმიტომ რომ ვეღარ იტევს იმდენი ემოცია აქვს თქვენს მიმართ და თუ ასეთი ემოციები აქვს ამ პიროვნებას, რატომ არ დგავს ნაბიჯებს მიკვირს და იმედი და რწმენა ექნება თქვენთან ერთად მომავლის, აი რაღაცა ვარსკვლავ ქალად აღგიქვავთ ეს პიროვნება, მის თვალში ხართ ესეთი პიროვნება, მიუწვდომელი და საოცნებო. კიდევ რა ნაბიჯები ექნება თქვენსკენ? რა შემოგთავაზებთ? პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ გეტყვით, რომ ძალიან ცუდად იყო, როცა დასრულდა თქვენი ურთიერთობა, ან პაუზაზე იყო. ძალიან ცუდად იყო ეს პიროვნება თქვენს გარეშე, გატრიალებული კი იყო თქვენგან, მაგრამ გრძნობები მაინც აქვს, არ გამქრალა მისი გრძნობები. პირიქით, აი ამდენ ემოციებს უფრო მეტი ცეცხლი მოეკიდა, ასე ვთქვათ, და გამრავლდა. და მოდის იმისთვის, რომ პასუხისმგებლობა აიღოს ხელში ამ ურთიერთობაში, მოდის ძალიან თავდაჯერებით, ადრე თუ გაიქცა ზუსტად იმის გამო, რომ არ იცოდა რა გაეკეთებინა, როგორი ურთიერთობა აეწყო თქვენგან, აი ახლა უკვე ზუსტად იცის რა უნდა გააკეთოს, უნდა რომ უფრო ისეთი სავსე
მატერიალურად, ემოციებით, ყველანაირი რესურსებით სავსე ურთიერთობა ჩამოაყალიბოს თქვენთან. კარგი. კიდევ რა ვიკითხოთ? კიდევ რას გეტყვით ეს ადამიანი, რომ დაბრუნდება თქვენთან? სიყვარულში გამოგიტყდებათ მეგობრებო, აი ესე პირდაპირ გეტყვით, ანუ აქამდე თუ არ უთქვამს, ეხლა გეტყვით, რომ თქვენ მასზე ძალიან დიდი ძალა გაქვთ და შეყვარებულია თქვენზე. ძალიან საინტერესოა, ძალიან კარგი ამბები მოიჩქარის თქვენსკენ. და თუ აქამდე არ იყო რაღაც ეს მიღება გაცემის ბალანსი დარღვეული თუ იყო თქვენს შორის და თქვენ უფრო მეც გასცემდით ხოლმე ამ ურთიერთობაში, აი ეხლა ზუსტად ეს დარეგულირდება, რომ ისიც მოინდომებს რესურსების გაცემას თქვენთვის, მოკლედ. კარგი, აბა ნახოთ, რჩება თქვენთვის ამ პიროვნებასთან დაკავშირებით. რას ურჩევთ ადამიანებს, რომლებიც ეხლა მიყურებენ, რას ურჩევთ ამ პიროვნებასთან დაკავშირებით? რას ურჩევთ ამ ადამიანებს, რომლებიც მიყურებენ თავიანთ პიროვნებასთან დაკავშირებით? ნახოთ აბა. მეგობრებო, ტარო გირჩევთ, რომ თქვენ ახლა ეს პიროვნება რომ გამოჩნდება, აბსოლუტურ იმაში იქნებით. ძალიან დაბნეულები, არჩევნის წინაშე რა გააკეთოთ, რომ არ გეცოდინებათ. ახლა შეიძლება ელოდებით მას, მოლოდინის რეჟიმში ხართ, მაგრამ რომ დაბრუნდება და აი ასეთი დაბრუნება რომ ექნება, ვერ მიხვდებით რა უნდა გააკეთოთ, ანუ არ ელოდებით ასეთ დაბრუნებას. ტარო გირჩევთ, რომ სამართლიანი იქნება ამ პიროვნებასთან, თუ ნაკლებ ემოციებს გამოხატავთ, დაბლოკავთ თქვენს გრძნობებს და უფრო მეტად გონებით განსაზღვრავთ ამ ურთიერთობას, ვიდრე გულით და გრძნობებით. აი, ყურეთ, სამართლიანად მოექეცით საკუთარ თავს. არ ვიცი, რა მოხდა თქვენს ურთიერთობაში, მანამდე, რატომ იყავთ პაუზაზე, მაგრამ ტარო გირჩევთ, რომ იგივე ციკლი აღარ გაამეოროთ. ანუ იგივენაირად თქვენს, ანუ იმან თუ შეცვალოთ თქვენს მიმართ ქმედებები, ახლა თქვენც უნდა შეცვალოთ და როგორც ადრე იქცეოდით მასთან, იგივე ქმედებები აღარ გაჭრის. ანუ უნდა შეცვალოთ თქვენს ქმედებები, უნდა იყოთ, რადგან თუ ბოდიში შევწყვეტა ეს, დავაპაუზე ცოტა ხნით. თუ ისევ მიეჯაჭვებით ამ ურთიერთობას, ამ პიროვნებას, თქვენ ისევ გადავარდებით რაღაცა აი ესეთ მდგომარეობაში, ძალიან ღრმა ემოციურ მდგომარეობაში, გაურკვევლობაში და თლად კარგად ვერ იგრძნობთ თავს. ამიტომ რჩება ტაროსგან არის ის, რომ დამალეთ, შეინახეთ თქვენთვის თქვენი ემოციები და გრძნობები ამ პიროვნებასთან. დაგემშვიდობებით ახლა მეგობრებო, ბედნიერ წარმატებულ საღამოს გისურვებთ, შვიდ საღამოს გისურვებთ, დროებით.